ჰოსპიტალი ავირჩია, იმიტომ რომ ტრადიციული ოფთალმოლოგიური კლინიკაა და პროფილურ კლინიკებს ვენდობი ყოველთვის. ბატონი გრიგოლი კიდე მირჩიეს ჩემმა ახლობლებმა, რომლებსაც გაკეთებული ჰქონდათ ოპერაცია მასთან და ძალიან კმაყოფილები იყვნენ და კარგი შედეგი ჰქონდათ. მუშაობ მიკროსკოპთან, დაძაბული მაქვს თვალები, სულ მცირე დეტალებიც კი ძალიან მნიშვნელოვანია კვლევის ჩასატარებლად. და ეს ყველაფერი მეკარგებოდა, იმიტომ რომ დაბურული და რაღაცა ძალიან არეული მხედველობა მქონდა. აღმოჩნდა, რომ არა მარტო ერთ, არამედ მეორე თვალშიც მქონია პრობლემა და ეს ყველაფერი აქვს სწორედ კვლევების შედეგად გამოირკვა. კვლევების ჩატარების შემდეგ გამოირკვა, რომ აქვს ბროლის შემრღვევა, ანუ კატარაქტა და გასაკეთებელია ოპერაცია. ოპერაცია იყო აბსოლუტურად უმტკივნეულო, ძალიან კომფორტული, ბატონი გრიგოლს ძალიან მსუბუქი ხელი აქვს. რაც მთავარია, პრაქტიკულად ვერ ხედავდი ცალი თვალიდან, იმდენად მქონდა დაბურული და ეხლა ვხედავ ძალიან კარგად, ძალიან კომფორტული იყო აქ ყველაფერი, რაც გავიარე, კვლევებიც, ოპერაციაც და პოსტოპერაციული პერიოდიც. პაციენტს ჩაუტარდა კატარაქტის ოპერაცია ორივე თვალზე ერთ დღეს, ერთ დროულად. ერთი თვალის ოპერაცია მოიცავს დაახლოებით 5 წუთს. გაუთქივარება ხდება წვეთების საშუალებით, სადაც არ არის საჭირო ნემსის გაკეთება ან რაიმე სხვა დამატებითი ანესთეტიკების გამოყენება. ქალბატონი მანანამ დატოვა კლინიკა ოპერაციიდან დაახლოებით 5 წუთში და მეორე დღიდანვე დაუბრუნდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ამ შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა მოხდა ტორიული ასტიგმატური ბროლების გამოყენებით, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლიათ პაციენტს მოუხსნათ ასტიგმატიზმი, რომელიც გახლავთ თანდაყოლილი პათოლოგია დაბადებიდანვე. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ პაციენტს არ აქვს სხვა თვალის სტრუქტურული ნაწილების რაიმე პათოლოგიური ცვლილებები, ეს იქნება ასაკობრივი თუ სხვა ტიპის პრობლემები, პაციენტს აქვს საშუალება ტორიული ბროლების იმპლანტაციის შემდგომ დაინახოს 100% და მიიღოს მაღალი ხარისხის და მაღალი რაოდენობის მხედველობა. ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში გვაქვს საშუალება გამოვიყენოთ მსოფლიოში წამყვანი კომპანიების მაღალტექნოლოგიური, მაღალი ხარისხის ბროლები, რაც გვაძლევს საშუალებას ნებისმიერ ასაკში მოიხსნათ სათვალეები.